საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ კი წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გია თორთლაძემ გააკეთა. თორთლაძემ დღეს ქუთაისის 5 მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. აქედან 3 ქალბატონია. მოგვიანებით დემოკრატიული პარტიის ლიდერი ამ მომრჩევლებსაც შეხვდა ხვალიდან. თორთლაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე ბათუმში გამართავს. საარჩევნო რეჟიმში პრაქტიკულად ჩვენ ახლა უნდა გამოვკვეთოთ 4 მაჟორიტარი, ანუ 4 ოლქის მაჟორიტარი გამოკვეთილი ყავს, უკვე ახლა მეხუთეზე შევთანხმდებით. ჩვენ გვინდა შევხვდეთ ჩვენ აქტივს, ჩვენ ახალგაზრდულ ფსას. ასე რომ სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებით ახლა ქუთაისში. გვექნება რამოდენიმე შეხვედრა ავტოქარხნის ტერიტორიაზეც ხალხთან, მოსახლეობასთან. მე მიმაჩნია, რომ ამ პარტიას შეუძლია და შეძლებს ხალხთან ერთად ხალხის პრობლემების დიალოგის სახით გადაწყოთ. ამიტომ სურვილი მაქვს, რომ პარტიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვიყარო, ჯერჯერობით კანდიდატი ვარ.